უსყლობის საქმეში ბევრი უპრეცედენტო რამ მოხდა. ყველაზე მნიშვნელოვანი მოხდა დღეს. ეს იყო სამარცხვინო საქართველოს ისტორიაში. მე ბევრი ვერსია გავშიფრე, რა შეიძლებოდა მომხდარიყო დღევანდელ პროცესზე. ამას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი. მე ვთქვი წეღან და გავიმეორებ ახლა იმას, რომ მას შემდეგ რაც მოხდა მოწმის იდენტიფიცირება, მოწმემ დადო ფიცი, მან პირველ ორ კითხვას გასცა პასუხი. შემდეგ პროკურორის შეკითხვა იყო, რომ აი დავსვა პირველი კითხვა. პროკურორის აი ამ წინადადებას დავსვა პირველი კითხვა მოხდა ნიაიმნაძიდან. თხრობით რომ თქვა შეიძლება, ანუ უკვე იქ მივხვდით რომ ძალიან მარტივი მისახვედრი იყო ის, რომ ნიაიმნაძის ადვოკატის სვლა იყო ასეთი. თხრობით რაც უნდა დაეთქვა ნიაიმნაძეს და მას შემდეგ როცა უკვე პროკურორი გადავიდოდა შეკითხვებზე ნიაიმნაძე გახდებოდა ცუდად. ეს იყო ძალიან მარტივი გასაშიფრი. მაგრამ შემდეგ ნიაიმნაძე ისევ ვაიმე ცუდად ვარ, მოითხოვა მისმა ადვოკატმა, რომელიც გვერდით უჯდა მას და ეფერებოდა, მოითხოვა ექიმი, შემოვიდა ექიმი და აი ამ პერიოდში ვიდრე ექიმი შემოვიდა და ადვოკატებმა მას შემდეგ, როგორც გითხარით, რაც უკვე მოხდა იდენტიფიცირება მოწმისა, მოწმემ გასცა პირველ ორ კითხვას პასუხი. ძალიან ხმამაღლა ვაპარაკობ, ყველა მაპატიოს, თქვენც მაპატიათ, ვერ ვიმორჩილებ მე ამ ემოციას, მსმენელს მაპატიოს და უდავოდ გაუხადეს ჩვენებები ნიაიმნაძისა. სად იყვნენ მანამდე? ხომ იცოდნენ, რომ არასრულწლოვანი მოდიოდა იძულების წესი და ეს ყველაფერი დადგმული ეს ფაქტია გენეცვალი. ახლა წაიყვანონ, ექსპერტიზა ჩაუტარონ ნიაიმნაძეს, დიდი შეიძლება დილით დაელიაცნების დამწევენ ამწევი, ამით ხელოვნურად გამხდარიყო ცუდად. მე ამას ჩავყევი სამარეში. ნიაიმნაძე დღეს გაიყვანეს აქედან, მაგრამ ეგ ოკუპაციას ხელიდან ვერ დაუსყდება. საქმის გარშემო რამის თქმა მოაქვს? არაფერი. პირველი იყო იდენტიფიცირება, თქვენი სახელი და გვარი და დაბადების თარიღი და მისამართი კიდევ. ამის შემდეგ უკვე გახდა ცუდად. შემდეგ ადვოკატმა, ნასყიდაშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა, ბატონმა გიორგი სიბაშვილმა, ეს ის ადვოკატია, რომელიც მე მემუქრება საჩივრით, მიჩივლოს. შემდეგ თქვა ის, რომ მე ვიცი, რომ დეტალებში დახურვის ხდება იყო და საუფლისუფლება არ მაქვს, მაგრამ არაფერს ისეც არ ვამბობ, არავის პირაციცებში არ შევდივარ და არაფერს მნიშვნელობას არ ვარღვევ. და უთხრა, რომ თქვენ ეს რომ იცოდით, ეხლა ის ორივე ადვოკატი, ნასყიდაშვილის ადვოკატები განსაკუთრებით აქტიურობდნენ და უთხრეს პროკურორს, რომ თქვენ ეს რა გააკეთეთ, ეხლა აზრის ციტირებას ვახდენ მხოლოდ და სიტყვებისას ვერ. თქვენ ეს რა გააკეთეთ, იცოდით როგორ მდგომარეობაში იყო, აქამდე როგორ მოიყვანეთ და ასე შემდეგ. შემდეგ შემოვიდა ექიმი, ეხლა უბრალოდ მონახაზს გეტყვით, ამ დროს დემიტრი ჩიკოვას თვალში რაღაც ჩაუვარდა. ეს ხალხი ჭკუაზე არ არის, მე მომიკიდეს ღირსეული, უდანაშაულო, სპექტაკლი, ზოგ თვალში რაღაც უვარდება, ზოგს გული უპრიალებს. მე ამას ასე არ შემარჩენ არავის, ვერ დამემალებიან. მაშინ როცა მე ზურგს მიმაგრებს სახელმწიფო, დიახ, დღეს ქალბატონი კეთისონიძე იყო პრინციპული. მაშინ როცა მე ზურგს მიმაგრებს აგერ მთელი საქართველო, სად გამექცევა მკვლელი ნიაიმნაძე? თუ მას არაფერი ბრალი არ მიუძღვის, რამ გახადა ცუდად? ბრალდებული მისი ასაკის, ანინას ყიდაშვილი დღეს იქ გამობრანჭული, თვალება მოკრასკული, ბოლო მოდაზე ჩაცმული იჯდა. და მიუხედავად იმისა, რომ ის ამ საქმეში ბრალდებულია, მას იგოლის ბრანჭვები არ ქონია. უფრო მეტიც გამოცხადდა შესაძლება შექმნილ კარგად ვარ უკაცრავ